სიხარულით სასვეწიე იმ ამაღელვებელი აზრის გამო, რომ საკუთარი საქმიანობა, ფრინავობა უნდა შემეთავსებინა ღვთის სიყვარულთან და ამით მემსახურა მისთვის. ეს იყო ახალგაზრდა ბეტის სიტყვები, როდესაც შესთავაზეს, რომ მისიონერი მფრინავი გამხდარიყო. ელიზაბეთ გრინი გახლდათ პირველი მფრინავი, რომელიც მისიისთვის გაფრინდა. ელიზაბეტი, იგივე ბეტი, ბავშვობიდანვე გატაცებული იყო თვითმფრინავებით. კითხულობდა წიგნებს ამელია ერჰარტისა და ჩარლზ ლინდბერგის შესახებ. საკუთარი დანაზოგით ისიც კი მოახერხა, რომ სულ რაღაც 16 წლისას გაევლო მფრინავის კურსები. ელიზაბეტი ყოველთვის მოგზაურობებითა და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაზე ოცნებობდა. ბეტი მიზნის მისაღწევად მიმავალ გზაზე იყო, როდესაც შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაება. ელიზაბეტი შეუერთდა ქალთა საჰაერო ძალების სამსახურის მფრინავებს. მეთვალყურეობდა სარადარო მისიებს და პილოტირებდა ბომბდამშენებს. ომის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთმა მეგობარმა შესთავაზა, რომ მისიონერი მფრინავი გამხდარიყო. ბეტი იხსენებდა, რომ ამის გაგონებაზე სიხარულით სასეწია. ძალიან ბედნიერი იყო, რომ უფლისთვის მსახურებას საყვარელი საქმიანობით შეძლებდა. როდესაც საზღვაო ძალების ყოფილმა მფრინავმა ჯიმ ტრუქსტონმა შეიტყო ავიაციისადმი ბეტის ინტერესის შესახებ, შესთავაზა, რომ შეექმნათ ქრისტიან მფრინავთა ორგანიზაცია. მალევე ბეტი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო მისიონერების დახმარება, მაგრამ კი მიაწოდა არაერთ მისიონერს მექსიკასა და პერუში. ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც სამხრეთ ამერიკის ანდების მთათა სისტემას გადაუფრინა. ასევე გაფრინდა აფრიკის უდაბნოებსა და ჯუნგლებში. სამედიცინო იარაღებითა და საკვებით მოამარაგა მისიონერები 16 ქვეყანაში. ხშირად იღებდა გადაუდებელ ზარებს დაშავებული ადამიანების გადასაყვანად დისტანციური მისიის სადგურებიდან შორეულ საავადმყოფოებში. ბეტი 16 წლის განმავლობაში მსახურობდა მფრინავად. იფრინა რამდენიმე ათეულ ქვეყანაში და დაეხმარა უამრავ ადამიანს. მას პატივცემდნენ ძლიერი რწმენისა და პროფესიონალიზმის გამო. ელიზაბეტმა საკუთარი გამოცდილება დაწერა სტატიაში „მფრინავობა და ღვთისმსახურება“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.